მარია მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. დაგლოცეთ მამაკახაბერ. ერთმა დაგლოცოთ მოგესალმებით. ჩვენ საუბრობთ დიდი მარხვის პირველი შაბათისა და პირველი კვირის, ანუ მართლმადიდებლობის ზეიმის შესახებ. მამაო, დიდ მარხვის კვირასთან არის დაკავშირებული ზუსტად წმინდა თეოდორე ტირონის ხსენების დღე, რომელსაც დიდი მარხვის პირველ შაბათს აღნიშნავთ მართლმადიდებლები. რომ მოგვიყვეთ, ვინ იყო წმინდა თეოდორე და როგორც ვიცით, მას უკავშირდება ასევე კოტობის დაწესება. დიახ, მოგვიყვეთ. ეს ძალიან ხშირად გაუგებრობას იწვევს ადამიანებში და რატომღაც აკავშირებენ, რომ ეს კორკოტობა თითქოს არის მიცვალებულთა მოსახსენებელი დღე და ძალიან ხშირია შეკითხვები ტაძარში მომსვლელთა ხალხის, რომ აი კორკოტი ამ დღეს უნდა მოიხარშოს, იმ დღეს უნდა, აი და ყოველთვის უკავშირებენ მიცვალებულს. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. თეოდორე ტირონის ცხოვრების შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვით და შემდგომ აი ეს ისტორია საიდან მოდის. ის გახლავთ მე-4 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ტირონი ლათინური სიტყვა და ახალწვეულს ნიშნავს, ანუ ჯარში ახალგაწვეული ადამიანის სახელწოდებაა ტირონი თვითონ. ამიტომ ეწოდა მას თეოდორე ტირონი, იმიტომ რომ ახალწვეული იყო და პონტოს ამასიაში მსახურობდა ჯარში. ამ დროს იყო მე-4 საუკუნის დასაწყისია და ქრისტიანთა დევნა განახლდა რაღაცა ახალი ძალებით. უჯულო მეფე იყო ესეთი მაქსიმიანე ერქვა სახელი, რომელმაც გამოაცხადა, რომ მის ჯარში ვინც არ სცემდა კერპებს თაყვანს, ანუ მსხვერპლ შეწირვას ვინც არ აღასრულებდა აი ამ კერპებისადმი, სიკვდილით დაისჯებოდა და მოსთხოვეს მთელ ჯარს. რომ ეს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მოკლედ რაღაცა მსხვერპლის შეწირვა უნდა აღესრულებინათ კერპისადმი და თეოდორე ტირონმა რა თქმა უნდა განაცხადა ამაზე უარი, იმიტომ რომ ქრისტიანი იყო. უარის განცხადებით მხოლოდ არ დაკმაყოფილდა, გადაწვა კიდეც რაღაცა საკერპო და ეს იყო პირდაპირ გამოწვევა მოკლედ აი ამ ბრძანებისა და შეიპყრეს მართლაც თეოდორე ტირონი, მის ცხოვრებაში წერია, რომ ესე იგი ჯიჯგნიდნენ ამ ადამიანს რაღაცა სათითებით ხეზე მიბულს განსაკუთრებით აწამებდნენ და ამის შემდგომ ცეცხლში დაწვეს და ესე აღესრულა მოწამეობრივად. ამის შემდგომ გადის 50 წელიწადი. და სხვა მეფობს უკვე მე-4 საუკუნის შუა წლები არის დაახლოებით 360 წელი, როდესაც იულიანე განდგომილი ესეთი სახელწოდებით არის მოხსენიებული ეს იულიანე, რომელიც კონსტანტინოპოლში მეფობდა ამ დროს. მან მოინდომა ესეთი რამ, რომ ისე ეცდუნებინა ქრისტიანები, რომ ვერც კი მიუხვდარიყვნენ ამას და ბრძანება გამოსცა ჩუმად თავის ესე იგი სამთავროში, რომ კერპზე შეწირული რაღაცას თქვა სხეპრლად შეწირული სისხლი ესხურებინათ ყველანაირი საჭმელისათვის, რაც კი ბაზარში იყიდებოდა. ანუ ადამიანი შეჭამდა ამ საჭმელს და უნებლიეთ ხდებოდა, გაუცნობი არც კი იცოდა მან რას აკეთებდა, მაგრამ აი ამ ფარული ცოდვისგანაც კი, რომელიც მისთვის უცხო იყო, დაიფარა ღმერთმა ადამიანები და მოხდა ესეთი რამ, რომ თეოდორე ტირონი ესე იგი მისი აღსრულებიდან 50 წლის შემდეგ დაახლოებით გამოეცხადა კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსს და უთხრა, რომ აი ესეთ რამეს აპირებს იულიანე განდგომილი, ის ესე იგი ამ ნაკერპავი სისხლით მორწყული იქნება მთელი პროდუქტი, რაც ბაზარში იყიდება, ამიტომ გამოუცხადეთ მრევლს, გამოუცხადეთ ყველა ქრისტიანს, რომ ყველა მოხარშოს ხორბალი თაფლთან ერთად და მხოლოდ ეს მიირთვან აი ამ კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ის მთელი კვირა აპირებდა აი ამ პროცესის ჩატარებას. და მთელი კვირის განმავლობაში ეს იყო დიდ მარხვის დასაწყისი. და სწორედ ისინი დიდ მარხვის დასაწყისს უკავშირდებდნენ, რომ რაღაც ნაკერპავის სისხლი უნდა ეჭმიათ ქრისტიანებისთვის ფარულად. და ეს კვირა სწორედ ამას უკავშირდება და ამას იხსენებს ხოლმე თეოდორე ტირონთან დაკავშირებით პირველ კვირას ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, რომ ესე დაიფარა ღმერთმა უნებლიე შეწოდებისგანაც კი ქრისტიანები და თეოდორე ტირონის მეოხებით და მისი გამოცხადებით მოხდა ეს მოკლედ არიდება აი ამ ცოდვისაგან ადამიანებისა, რომ ნაკერპავი სისხლიანი რაღაცა პროდუქტი არ მიირთვეს მათ და ხარშავდნენ ყოველ დღე ხორბალს თაფლთან ერთად, რომელსაც ჩვენ კორკოტს უწოდებთ და ამას მიირთმევდნენ. ეს არის მოკლედ ეს ტრადიცია და რატომღაც გადაიტანეს და ამბობენ, რომ აუცილებლად მიცვალებულთან არის, არანაირ კავშირში არ არის მიცვალებულთან. უბრალოდ სამარხო პროდუქტია მოგეხსენებათ თაფლის და ხორბალის და მარხვაში შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ უფრო ადამიანები ამას იხმევენ, იმიტომ რომ არ იჭმეოდა არის რაღაცა ცხოველური პროდუქტები და იჭმეოდა ეს. და
თევდორე ტირონის ხსენება აღესრულება შაბათს, ანუ პირველი მარხვის პირველი კვირის შაბათ დღეს აღესრულება მისი ხსენებად, მაგრამ ეს კორკოტი პარასკევის პირველ შეწირული ლიტურგიის შემდგომ იკურთხება აი ამ ფაქტის გასახსენებლად, რომ აი ამ უნებლიეთ ცოდვისგანაც კი დაგვიფარა უფალმა ჩვენ და გაცხადდა ეს ამბავი ისე რომ მღვდელმთავრის კურთხევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის კურთხევით და თევდორე ტირონის გამოცხადებით ეს ფაქტი გაცხადდა ყველა ქრისტიანისათვის, რომ უნებლიეთ წოდვაში არ ჩავარდნილიყო. ეს გახლავთ ეს და არანაირი კავშირი მიცვალებულებთან. მიცვალებულთა შაბათები ჩვენ გვაქვს დაწესებული დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი. ანუ ეხლა რომ მოდის ეს შაბათი არა, ეს პირველი შაბათია, მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი ტარდება წირვები მიცვალებულთათვის, მოებმება დიდი პანაშვიდი აი ამ წირვებს და იქ იკურთხება საკურთხი, თქვათ, რასაც მოამზადებს ოჯახი თავისი მიცვალებულებისთვის, რომელიც მოწყალების სახეა და აი ამ მოწყალებას გასცემენ ისინი ეკლესიაში ტოვებენ და ეკლესია მერე ანაწილებს ამას. თვითონ იქ მომსახურე პერსონალზეც და იქ მთხოველ ადამიანებზეც და ეს გახლავთ მიცვალებულთა შაბათი. არანაირი კავშირი ის კორკოტი იქნება მოხარშული იმ პანაშვიდში თუ რაღაცა სხვა პროდუქტი იქნება, ხო საკვები, ამას არავით არ მნიშვნელოვანი, რაღაცა დადგენილი წესი ამაზე არ არსებობს და გაწერილი რომ პური და ზეთი უნდა იყოს თუ კორკოტი და თქვა სხვა რაიმე არანაირი ის არ არსებობს კანონი ამასთან შესაბამისი, ასე რომ ყველა ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს, გაიღებს თავისი ოჯახიდან თქვა მოწყალებას და კორკოტი კი იხარშება ამ პირველ კვირას იმ ფაქტის გასახსენებლად და სამადლობელად ღვთისა რომ ჩვენ უნებლიეთ წოდვაშიც კი არ ჩავარდით მაშინ.